კრიტერიუმები მოკლედ იყო პირველი იყო რამდენად დიდი პროგრესი ქონდა სტარტაპს ბოლო 1 წელიწადში. აქ იყო საუბარი ფანდინგზე, კლიენტებზე და ამ შემდეგ. მეორე იყო ამბიცია, რა სფეროში, რა მასშტაბით ქნის სტარტაპი პროდუქტს და მესამე იყო თვითონ გავლენა კომიუნიტიში. ისევ გიორგიდან გამომდინარე, მოკლედ რამდენად აზიარებს სტარტაპი გამოცდილებას, როგორი მუხტი შემოაქვს გარემოში და რამდენად ასე ვთქვათ, სხვა საძლევს მოტივაციას. უნდა ვთქვით, პრინციპში მაგრამ აფრია დამჩენია განვაცხადო, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, მოკლედ გუნდმა რომელმაც საკმაოდ საინტერესო რაოდენობის ფანდინგი აწია ბოლო პერიოდში. სფერო საკმაოდ კონკურენტული არჩია, მაგრამ პროდუქტი შექმნა, რომელსაც კლიენტები ყავს და რამდენიმე რეგიონში ვფიქრობს, რომ ეს პროდუქტი წარმატებული იქნება და ცოტა დაგასპოილერებთ, AI როგრესის დღეს მე მგონი ეს სტარტაპი ცოტა უფრო ადრე დაიწყო ამაზე მუშაობა და ადრე გვინდა ამ პროდუქტს და მესამე რა თქმა უნდა მუხტი გავლენა გამოცდილების გაზიარება და ეს გუნდი არის Helio AI. Jetzt kann man jetzt